წიგნის დღე წიგნის გარეშე ამ ფორმით გამომცემლების ნაწილი განათლების მინისტრის ინიციატივას აპროტესტებს. დღეს წიგნის საერთაშორისო დღეა და თბილისის 50-მდე წიგნის მაღაზიაში წიგნები არ გაიყიდება. აქციის მიზანი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. საგამომცემლო სახლებს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეტანილი აქვთ, თუმცა პროტესტს ყველა გამომცემელი არ უერთდება. ვინ არის ჩართული დღევანდელ პროტესტში და როგორ წარიმართება ის ეკო მაღრაძე მუშაობს თემაზე. ამ დროისათვის წიგნის მაღაზიების ნაწილი უკვე დაკეტილია. წიგნის საერთაშორისო დღეს დაახლოებით 50-მდე მაღაზიაში წიგნები აღარ გაიყიდება. პროტესტის ინიციატორები არიან გამომცემლები, რომლებსაც მოგვიანებით შეუერთდა წიგნის მაღაზიების თანამშრომლები. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ გამომცემლებს, ასევე მაღაზიების თანამშრომლებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ განმარტეს ამ პროტესტის მიზანი. დღევანდელი პროტესტი, რომელიც არის სოლიდარობა არის გამომცემლებისთვის, დააკეთეს წიგნის მაღაზიება, წიგნის მოვაჭრეობა, რაც გამოიხატება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაში, რომელიც გულისხმობს საავტორო უფლებების უხეშად დარღვევას და ჩამოყრებას გამომცემლების. ამ აქციების გარდა ჩვენ გეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის წამყვანი არის სამართლებრივი მხარე. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას დავიცავთ კანონიერების ზრდაც. უერთდება დღევანდელ პროტესტს, რომელიც არის წიგნებთან დაკავშირებით და დაემთხვა წიგნის საერთაშორისო დღეს და დღეს წიგნები არ გაიყიდება ჩვენს ფილიალებში. მიუხედავად იმისა, რომ პარნასი დაახლოებით 3 წელიწადია ჩამოშორდა სახელმწიფოების ბიზნესს, ჩვენ მაინც მივიღებთ მონაწილეობას ამ აქციაში. ეს არის პროფესიონალური სოლიდარობის აქცია. ამავე დროს მე მინდა ხაზგასმით თქვა, რომ არანაირი ზეწოლა მთავრობის მხრიდან, ზეწოლის მცდელობაც კი ნამდვილად არ ყოფილა. უფასო სახელმწიფოები მართლაც ძალიან კარგი მოგონება არის, თუმცა აბსოლუტურად დიალოგის არ ქონა გამომცემლებთან და ავტორებთან დაუშვებელია. დღევანდელ პროტესტს, როგორც უკვე გითხარით, წიგნის მაღაზიების მხოლოდ ნაწილი უერთდება, მეორე ნაწილს კი ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები აქვს. აუერთდებით იმიზეს და გამო ბოლო 7 წლის მანძილზე ჩვენ მაღაზიაში არ გაიყიდება სახელმძღვანელოები. რამდენად ჩვენთვის ცნობილია ეს ამბავი, დაკავშირებული სახელმძღვანელოებთან თავიდან ბოლომდე და ჩვენ კავშირი ვერ დავინახეთ ჩვენსა და ამ აქციას შორის. დღევანდელ პროტესტს, როგორც ცნობილია, საქართველოს რამდენიმე რეგიონიც უერთდება. შეგახსენებთ, რომ გამომცემლებმა პროტესტის ეს ფორმა მას შემდეგ გადაწყვეტეს, რაც განათლების სამინისტრო მიიღო გადაწყვეტილება და უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვის უფლება მხოლოდ 4 სტამბას მისცა. გამომცემლების ნაწილმა განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელიც მოამზადა და ეს სარჩელი სასამართლოში უკვე შესულია. დიდი მადლობა, ეს იყო ეკო მაღრაძე. რუსთავის მე-16 საჯელაშხლების დაწესებული